რაღა მოგიყე აღარ ვიცი ყველაფერი. ყველაფერი ძალიან გემრიელია. მე ორაგული მინდა მაგალითად ეხო. ალმახ. მოკლედ ჩვენ გვაქვს თინუსი, გვაქვს ვირთევზა, გვაქვს დორადო, ანჩოუსი და კამარი. მოკლედ თევზის კვირა გვაქვს გურმანიაში. ანჩოუსის სტარტი. ცომის მოსამზადებლად დაგვრჩირდება 300 გრამი ფქვილი, კარაქი 150 გრამი, მარილი 2 გრამი. მოვამზადოთ შიგთავსი. ანჩოუსი იგივე ჭიჭყინა 200 გრამი, ფეტა 150 გრამი, ჭყინტი ყველი 150 გრამი, წითელი ხახვი ნახევარი თავი, ნიორი 2 კვილი, შაშკლავი 2 გრამი, მწვანე ზეთისხილი 50 გრამი. ვაცხობ ანჩოუსის სტარტს ბერძნული ფეტათი და ქართული ჭყინტი ყველით. პირველ რიგში უნდა მოვამზადო ცომი. ცომი იქნება კარაქის ცომი, ქვილი, დაახლოებით 300-400 გრამი, მარილი 1-2 გრამი, ამას კარგად ამოურევ. კარაქი დაახლოებით 100 გრამი. შემდეგ ჩანგლით ქვილში შეურევ. კარაქი 150 გრამი და კარგად უნდა ამოვზილო. ცოტათი წყალით შეიძლება რომ კარგად აიზილოს. კარაქის ცომს კარგად ამოზელვა სჭირდება შეიკრას. ცომი კარგად მოუზილეთ, ეხლა საჭირო ამის გაბრტყელება. გადაკეცვა და კიდევ ერთხელ მოძელვა. და რაც მთავარია, კარაქის ცომს დასვენება უყვარს. ცოტა ქვილი. გადავკეცე. ოთხად. ამ ცომს გავაჩერებ დაახლოებით 15-20 წუთი მაცივარში. ამასობაში კიდევ ინგრედიენტებს დავჭრე. ცოტა ფილი. წითელი არომატული ხახვი, ნახევარი თავი, დიდებად დაჭრილი. ეს კიდევ შუაზე გადაჭრილი. ნიორი ბევრი არ გვინდა, დაახლოებით 2 კვილი სოლიდურად საკმარისია. ნიორიც ხლად დაჭრილი. რა თქმა უნდა, ყველს, ბერძნულ ყველს, ქართულ ყველს ძალიან უხდება პომიდორი. ჩერი პომიდორი. 4-ხად გადაჭრილი. ბერძნულ ყველს და ქართულ ჭყინ ყველს დავჭრი კუბებად. ბერძნული ყველი ძალიან ფაქიზია. ზუსტად იგივე ზომაზე როგორც არის ჩერი პომიდორი და ხახვი. ასევე ჭყინტი, იმერული ყველი. მწვანე წიწაკა, ცოტა სიცხარეც რო ქონდეს. გავასუფთავებ თესლისგან, რა თქმა უნდა. მაინც ჭიჭყინას, ანუ ანჩოუსის გემომიდა ქონდეს. ცხარე წიწაკას გძლად დავჭრი. ასევე ბერძნულ ყველს, ბერძნულ ფეტას ძალიან უხდება, რა თქმა უნდა, მწვანე ზეთისხილი. ზეთისხილს კურკიდან გავასუფთავებ. ზეთისხილიც დავჭერი. შემიძლია უკვე ცომი გამოვიღო და დავიწყო ტარტის საწყობა. ცოტა ფქვილი, ცომი, ცოტა კიდევ ფქვილი.
და გავაბწყელებ. ცომის გავაბწყელე. შემიძლია უკვე ტარტის ფორმაში მოვათავსო. ტარტის ფორმას ცოტა ვქვილი. დავიწყებ პომიდორით, ჩერი პომიდორი, ნახევარი. გავშლი. მერე ბერძნული ფეტა. ჭინტიყველი, ხახვი. ნიორი. ცოტა ზეთის ხილი. წიწაკა. სულ. მერე ისევ ჩერი პომიდორი. ზეთის ხილი. ყველი ჯამში დამჭირდა დაახლოებით 350 გრამი. ჩერი პომიდორს, ზეთის ხილს, ბერძნულ ყველს, იმერულ ყველს ძალიან უხდება შაშკლავი. შაშკლავი ძალიან არომატულია. გამოვა ძალიან გემრიელი ტარტი. მოვაყრით ფოთლებს, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად მზადდება, მაგრამ შედეგი ნამდვილად ძალიან გემრიელია. მთავარი ინგრედიენტი არის ანჩოუსი, ქართულად ეს იგივე ჭიჭყინა, არის დამარილებული და ზეითუნის ზეთში გაჩერებული. არის ძალიან გემრიელი, ამისგან ამზადებენ соуსებსაც, ცეზარ დრესინგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია ანჩოუსი. ანჩოუსს პიცებშიც იყენებენ, соуსებში, რა თქმა უნდა, ტარტში. ზემოდან ანჩოუსის ზეთი, უფრო არომატული იქნება. ანჩოუსის ტარტი თითქმის მზად არის, ზედმეტი ცომი უნდა მოვაჭრათ. ტარტი გამოსაცხობად მზად არის. წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე შევდგავ და დასჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. ტარტი მზად არის. შვენია. ყველი ოქროსფერია. გადმოვიღებ ხის დაფაზე. ძალიან მაინტერესებს. ანჩოუსის ტარტი ძალიან გემრიელი გამოვიდა. კარჩხანა ბოსტნეულის გარნირით. დაგჭირდება კარჩხანა, იგივე დორადო 1 ცალი. ახალი მწვანე კომბოსტო 1 თავი. ხახვიც 1 თავი. ნიახურის ძირები 60 გრამი. 1 ცალი ლაიმი. როზმარინი 2 ღერო, ზეითუნის ზეთი 100 მილილიტრი. მარილი და პილპილი გემოვნებით. ეხლა მოვამზადებთ ზღვის კარჩხანას, იგივე დორადოს გრილზე ბოსტნეულთან ერთად. აქ მაქვს კომბოსტო, ნიახურის ძირები, ძალიან არომატული ბაზილიკი და ცოცხალი როზმარინი. პირველ რიგში მინდა რომ დავბრაწო ზეითუნის ზეთთან ერთად, აი ამ გახურებულ გრილზე კომბოსტო და ნიახურის ძირები. გავჭრათ შუაზე ჯერ. ჩემი აზრით თევზი და ბოსტნეული ერთად, ეს არის ყველაზე ჯანსაღი კომბინაცია, რომელიც კი შეიძლება მიირთვათ. ძალიან სწრაფად ითვისებს ორგანიზმი თანაც ამ ვიტამინებს, სწრაფად ინელებს. გადაუსვათ ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა. კარგად გადაუსვათ ისე რომ ლამაზად დაიბრაწოს კომბოსტო. მარილი, გრილზეც წაუსვათ ცხიმი. ზუსტად იგივენაირად დავბრაწოთ ნიახურის ძირები. 4 ცალი. ზეთი.
შევამოწმოთ. ბოსტნეული, ანუ ამ შემთხვევაში კომბოსტო, როდესაც გრილზე ამზადებ, გარედან კარგად დაიბრაწება, შიგნითაც ოდნავ მოითურქება, მაგრამ ძირითადად ვიტამინები დარჩება ცოცხალი. არომატიც ბევრად უფრო ძლიერი ექნება და კიდევ უფრო სასარგებლო გამოვა. უკვე იბრაწება კარგად. დავიწყოთ უკვე თევზის გაგემრიელება. გადმოვიტანოთ გასუფთავებული თევზი, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი, მარილი. თევზი თანაც შეიცავს ყველაზე საჭირო ვიტამინებს, D ვიტამინს, ბევრ ფოსფორს, იოდს, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დამჭირდება ცოცხალი ბაზილიკი, რომლის სეზონიც არის ეხლა, ყველაზე არომატული არის ზუსტად აი ამ პერიოდში, მხოლოდ ფოთლები. ჩავდოთ შიგნით, ამოვტენოთ თევზი. კომბოსტო მზად არის უკვე. ეს ცოტა ხანი დავტოვოთ, კიდევ უფრო მინდა რომ დაიბრაწოს. და ცოცხალი როზმარინი. მხოლოდ 1 ტოტი. ლაიმი, სპეციალურად ავარჩიე ლაიმი, ლიმონით. ძირითადად ყოველთვის ვჭამთ ხოლმე თევზს, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული ყოფილიყო აი ეს არომატი, რომელიც გაუჯდება თვითონ თევზს. უკვე ისეთი არომატი აქვს, რომ ვფიქრობ, რომ საუკეთესო თევზის კერძი იქნება ეს. ცოტა ცხიმიც დავუმატოთ. ნიახურის ძირებიც მზად არის უკვე. აი ლამაზად დაიბრაცა. გადავუსვათ ცხიმი კიდევ ერთხელ გრილს. ცხიმი რაც შეიძლება ბევრი მოვასხათ, რომ კარგად დაიბრაწოს კანი. და გადმოვიტანოთ თევზი გრილზე. აქ მაქვს ხახვი, 1 თავი, რომელსაც შუაზე გავჭრი. დავბრაწევ გრილზე, თანაც გაუჯდება თევზსაც, ხახვის არომატი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იქნება. დაახლოებით 10 წუთი დაჭირდება თევზს, რომ შეიწვას, 5 წუთი ერთ მხარეს და 5 წუთი მეორე მხარეს. როგორც კი შიგნით ხორცი შეიცვლის ფერს და უფრო თეთრი გახდება, ესე იგი მზად არის. შეგიძლიათ ეს თევზი ბოსტნეულთან ერთად მოამზადოთ ტაფაზეც, მაგრამ გრილზე ბევრად უფრო გემრიელი გამოდის. დავტოვოთ ცოტა ხანი. ამოვატრიალოთ უკვე ხახვი. აი როგორ ლამაზად დაიბრაცა, ამიტომ მიყვარს გრილი. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი გამოდის და თანაც ძალიან გემრიელი. ეხლა ფრთხილად ამოვატრიალოთ თევზი. კარგად დაიბრაცა, კანი არის ძალიან ხრაშუნა, ოქროსფერი. აი ესე უნდა მოამზადო თევზი. თევზი უკვე შეიწვა, ლაიმის არომატსაც ვგზნობ. ხახვი დაიბრაცა. გრილი შეგვიძლია გამოვთოთ. გავალამაზოთ თეფში, რომ აქ ჩვენ ლამაზად მერე უნდა გავასერვიროთ და შეგვიძლია უკვე რომ თევზი გადმოვიტანოთ. ხილად ჯერ ერთი მხარე
რომ ეს სილამაზე არ დაგვეშალოს. დავუდოთ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ლაიმიც. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე გემრიელი, ჯამრთელი და განსაკუთრებული მეთოდი და რეცეპტი, როგორ მოამზადოთ თევზი. დორადო, იგივე ზღვის კარჩხანა გრილზე. მზად არის. ჩემს ოჯახში ვაკეთებ მხოლოდ მე სატიბილებს. რა თქმა უნდა, დამხმარე ქალი ყავს, რომელიც ის მეხმარება და აკეთებს, მაგრამ ყოველდღიური, როდესაც არის ეს საქმე, მოსაბეზრებელია, მაგრამ როდესაც ხალისი მაქვს, ძალიან კაი რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცებს კეთება, მაგრამ ვცდილობ, რომ იოლად და ადვილად გავაკეთო ეს ყველაფერი. და დღეს მე მაგალითად შემოგთავაზებთ ადვილ ძალიან მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ვფიქრობ, რომ ეს ყველას შესაძლოა ყველა მიცის ეს მე ისიც არაფერს ორიგინალურს არ ვიგონებ, მაგრამ მაინც ჩვენ ოჯახს ხოჭერს არ გვყავს ხორცი, ყოველდღე არ გვაქვს ესეთი სადილები. ჩვენ გვაქვს აი უბრალოდ რაც უფრო აი იმ დღეს კეთდება მარტივად ჩქარა, აი ასეთი სადილები. დღეს რაღაც ყვითელი ბულგარული არ იყო და შევეცდებით ორ ფერში გადავწყვეტოთ ეს სილამაზე. უფრო მეტიც შეიძლება ყველაფერი არსებობს რაღაც პროდუქტები, რომელიც ლამაზია და მე ესეც მომწონს. ესთეტიკა ძალიან მიყვარს, როდესაც ჩვენ ყოველთვის სხვათა შორის ჩვენი ოჯახში არ არის მე იცით არ მიყვარს ხოლმე არის ხოლმე ოჯახები, რომლებიც სტუმრების დროს სხვათებშებია და აი როცა ყოველდღიური ეს სადილია რაღაცა სხვა ძალიან უბრალოდ თებში ხმარობენ. აი ეს რაღაცა ამოგდებული მაქვს მე. შეიძლება ხა ისეთი თებში, რომელიც რაღაცნაირი მართლა ძალიან ძვირფასია ის არ ვიხმაროთ, უბრალოდ ცოდვა და შეიძლება დაიმტრეს და აღარ მქონდეს და ამიტომ ძალიან ვცდილობ, რომ ლამაზად მივართვა ჩემ ოჯახის წევრებს საჭმელი. დავიწყოთ. ბოსტნეულის მოთუშული სალატით. ავიცი ესე მარტივად დავიწყებ. ყველანაირად დაიჭრას სხვა შორის სქელ ნაჭრებად ესეთ. აი ესე ხა პირველ რიგში ჯობი არის საკაცური დავაგდოთ ტაფაზე. ეხა ბადრიჯანი დავდოთ. ცოტა მარინი ახლა რა ვქნათ. შემდეგი არის ეს დავაყაროთ, მაგრამ ვფიქრობ, მოდი ხახვიც ჩავდოთ. ჩვენივრად მიდის ჩვენი საქმე და ძალიან გემრიელიც იქნება. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ისიც ჩავყაროთ და ძალიან ცოტა რჩება. აი ნახეთ ხერხაი. 5 წუთში უკვე ეს მზად არის. ცივისით გავამზადოთ. აკვა კიტრი, ხახვი, კამა და მოხარშული ეს ფერს აძლევს და ისეთ სასარგებლოა. ესეც ძალიან ჯანსაღი საჭმელია. ბოსტნეული თითქმის მზად არის. 2 წუთი ვადუღოთ სოიოსთან ერთად, სოიოს წვენს. ძალიან უხდება.
დავიწყებთ აწვრის სუპის ზადებას. ავიღოთ ახლა ხახვი. ახლა კამა. ბოლოს ნახეთ როგორ ჭარხალი, რომელიც ჭარხალი მისცემს ამას ვარდისფერს და გადასარევ ფერს. აი ხა ჩავყრე ჭარხალს. ნახევარი ზოგადად გავხსნათ. ცივი წყალი ოღონდ ადუღებული. ახლა ჩავასხოთ ამაში. ესეც ჩვენი მაწვნის სუპი. არ გამოსინჯა. ახლა მაცივარში უნდა შევიდე და გაცივდება. უკვე ჩვენ ბოსტნეული მზად გვაქვს. ნახეთ როგორი სილამაზე გავაკეთე. და შევქმენი. ნამდვილი ზაფხულის ფერადი, ლამაზი, ჯანსაღი და გემრიელი რაც მთავარია. ეს არის განსაკუთრებული რეცეპტი, როგორ მოამზადოთ თევზი. პროშტოს ბეკონში გადახვეული კალმახის ფილე.